მოგესალმებით. რადიო იმედს FM 105.9-ზე უსმენთ და რადიო იმედს ახლა დაუკავშირდება პირდაპირ ეთერში ფაქტობრივად პირდაპირ სიგნალი ფრანგული რივიერადან საერთოდ ამ რეგიონს კანი, ნიცა, ანტიბი, მონაკო და მთელ ამ გაყოლებას ფრანგულ რივიერას ეძახიან კოტ-დაზურის რეგიონს, რომელიც თავისთავად ძალიან ლამაზი და მომხიბვლელია და ხშირ შემთხვევაში ძალიან წარმატებული არის ქართველებისთვის. ესეთი ადამიანი უნდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის ფორმატში. დროში ვიმოგზაურებთ მამუკა მაგრახველიძესთან ერთად, რომელმაც თავისთავად საკუთარი ცხოვრება უკვე კარგახანია საფრანგეთს დაუკავშირა, მოგზაურობით, სპორტით და საქმით დაიწყო. ეს იყო ის ტალღა, როდესაც რაგბისტები საფრანგეთში ჩამოვიდნენ. პირველი ტალღაც მე ჩამოვედი პირადად 97 წელს. 97 წლიდან მოღვაწეობ საფრანგეთში. ნუ რამოდენიმე კლუბები შემოვიარე, პროფესიონალურ დონეზე ვითამაშე. რა თქმა უნდა მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობდი. და ესე დაუმკვირდდი საფრანგეთში, ხანდახან ვიძახი ხოლმე რომ მიშვილა საფრანგეთმა და ესე ჩემი კარიერა 97 წლიდან დაუკავშირე სპორტული კარიერა დაუკავშირე საფრანგეთს და საქართველოს და ძირითადად მე აქ გავჩერდი კი. აქ გაჩერებაზე და ახლა უკვე ბავშვებზე და ქართველ ბავშვებზე, რომლებიც სპორტით და რაგბით არიან და დაინტერესებული, როგორ ხელს უწყობთ ამ ყველაფერზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ მანამდე ეს მინდა ვიკითხო, რადგან დროში მოგზაურობთ და ამით დავიწყეთ. რატო იყო რომ რაღაც პერიოდში, ეს 90-იანების ბოლოს და 2000-იანებში ქართველ სპორტსმენებში საფრანგეთი რაგბისტებთან ძალიან შემოვიდა. რა ტალღა იყო ეს? იმიტომ რომ შემდეგ ეტაპობრივად ბევრი ჩამოხვედით, ხო? კი, ძალიან ბევრი ფაქტურად. რას დაუკავშირდა მაშინ ეს ყველაფერი? მოდი ასე დავიწყოთ, ჩემი ასე ვთქვათ, ყმაწვილობიდან, მეხსიერებიდან რაც მახსოვს, საქართველოს ნაკრებში 90-იანი წლების მერე იქნებოდა ესე 92 ქართული რაგბი რო განვითარებული იყო, იმ დროინდელმა რაგბის ფედერაციამ გადაწყვიტა აეყვანა ფრანგი სპეციალისტი. იყო ესეთი ნათელი მისხსოვნას კლოდ სორელი, რომელიც გახდა ჩვენი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი სხონებულ გეგიძესთან ბურძგლასთან მოდებაძესთან ერთად. ხო და ნუ ეს ნიჭი, ეს ტალანტი, ეს მუნდომება, ეს შრომა, ეს რეგბის სიყვარული ქართველებს რო ქონდა ეს ბრძოლის უნარიანობა და ეს ჟინი და რაგბი რომ ჩვენი თამაშია? რაგბი რო ჩვენი თამაშია და ჩვენი თამაშიც იყო. კი ბატონო. დაინახა ამ ადამიანმა. ფრანგი სპეციალისტი იყო, მეტნაკლებად კაი რეპუტაცია ჰქონდა საფრანგეთში და ჩვენი ნიჭი და ჩვენ ნიჭს რომ მისცემოდა ასე ვთქვათ გზა ფართო შემოგთავაზა საფრანგეთში მოღვაწეობა დაიწყო თავიდან 94-95 წელს წამოვიდნენ რამოდენიმე მოთამაშეები და მე 96-დან 97-ში ეს ეტაპობრივად მოდიოდნენ მისი ხელშეწყობით ქართველები. მე ახლა კონტრასტი იყო 97-ში თბილისში ცხოვრება და უცებ ჩამოდიხარ. მიუხედავად აი გაჭირვებისა, მიუხედავად ესე გაჭირვებისა, სირთულეებისა, რაც ჰქონდა 90-იან წლებში რაგბის სიყვარული, სპორტთან სიყვარული ურთიერთობა არასდროს შეწყვეტილა. მე ხა პირადად 90-იან წლების ახალგაზრდა ვარ, 77-ში დავიბადე და რეგბის თამაში დავიწყე 88 წელს, 99 წელს. ხო და მიუხედავად ამისა, ნუ ისეთი მსნელები შეხვდნენ, მინდა მოკითხვა გადავცე ლევან მგელაძეს, ჩემი მსნელი მე გარდაცვლილი აგერ ბურძგლა შემოყვარეს ასევე რეგბმა მიმიღო, შემიყვარდა ამ გაჭირვების პერიოდშიც აი აღმოჩნდა. გადამატანინ ასევე გამომიყვანა უბრალოდ. გამომიყვანა. რაგბმა გამომიყვანა, ქუჩას მომაცილა, ამღზარდა, კაცად ჩაუმაყალიბა, იგივე ეს ურთიერთობები, მე ასევე მუშაობდი. ანუ რაგბმა, ქართულმა რაგბმა ურთიერთობა მასწავლა, მეგობრები ჩაუმიყალიბა. აი სხვათა შორის ამ სპორტზე ამბობენ, რომ ამ სპორტს აქვს რაღაც განსაკუთრებული ღირებულებები და თუ რაგბს თამაშობ, მერე უკვე სხვა და არასწორი მიმართულებით აღარ მიდის. ეხლა თვითონ რაგბის თამაშიც ისეთია, ხო, რაგბის თამაშიც ისეთია, რომ წარმოიდგინე, უნდა გაიქცე წინ და ბურთი უნდა მიცე უკან. ხო და ბურთი პასი იძლევა უკან და მიდიხარ წინო დაამიწო და თუ არ აყავს გვერდში დამხმარე, ლელოს ვერ გაიტან. იმიტომ რომ 15 კაცს ვერ მოატყუებ. ასევე არის ესეთი ერთო აუცილებელი და ასევე ეს ერთობის კომპონენტი არის ეს შერკინება და აუტი, რომელიც 8 კაცისგან შედგება, მით უმეტეს აი შერკინება რაც არის, ეს 8 კაცი საერთო ძალებით, ერთობით ერკინება მოწინააღმდეგეს და მიდის ასე თქვა ძალების და სულიერი ბრძოლა, ხასიათების ბრძოლა, ტექნიკური და ტაქტიკური ხარისხვა მივახციოთ ყურადღება უფრო ხასიათების და ეს ქართველებში ეს ზის და მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, მიუხედავად რამოდენიმე სპორტისა, სადაც ვიღებდი მონაწილეობას, აი რაგბმა ჩამითრია, რაგბით მოვიწამლე, იმიტომ რომ ალბათ ეს ჩემში ისდა ეს ერთსულოვნება, დახმარება, მეგობრობა, ეს ერთად მოძრაობა,
და ესე მე ეს ერთი ბურთის გულისთვის რო იბრძვი. კი, სტოლკალაბოსი ჩამსვა და ნუ აღმოჩნდი აქ საფრანგეთში, მე განვითარდი, ნუ ესე მოხდით. და ამას წინებზეც ახლა კითხავს ქართველები და საფრანგეთი. კითხავს უსვავდი ჩემ თავს. არა მარტო რაგბი, უბრალოდ ეხა ფეხბურთელებიც რომ მოდიან და თვითონ ეს კვარაცხელიას მაგალითი რომ ეხა გაიბწყინა აგერ საფრანგეთში, კერძოდ პარი სენ-ჟერმენში, მე ქართველი ფეხბურთელები გადმოდიან, არის ეგერ ჩემი მეგობარი მანუ ჩარმარკოიშვილი, რომელიც წარმატებული მცდელი არის მონაკოში კალათბურთის და ეს ახლა საფრანგეთი და ქართველები და საფრანგეთი, ეხა ისტორიულად ალბათ უფრო ისტორიკოსებს და მემატიანეებს უფრო შეუძლიათ ეს პასუხი გასცენ, მაგრამ რაღაც ეს ფრანგები და ქართველები და საფრანგეთი ერთმანეთს აღოს უღებთ და უკავშირებთ. ვინაიდან უგებთ და ყოველთვის წარმატებული ხდება ხოლმე. კი, წარმატებული ხდებით საფრანგეთში. კი, წარმატებული ხდებით და უფრო აქაურ კულტურას და აქაურ მენტალიტეტს ვერგებით. ხას ქართველებმა, მორაგბეებმა ბედიცადეს ინგლისშიც მაგალითად იყვნენ რამოდენიმე მოთამაშეები, მაგრამ მასობრივად მაინც საფრანგეთი. მაინც აქ დარჩა ძირითადად. ჩემი გადმოსახელი, ჩემი ახლა ისტორიიდან რომ 94 წლიდან დღემდე ერთი 100-150 ქართველს აქვს რაგბი ნათამაშები და რაგბმა და საფრანგეთმა ცხოვრება აუწყო და ჩამოუყალიბა. მინიმუმს ვიზახი 100-150. სერიოზული სტატისტიკაა. კი, ძალიან მაგარი. ნუ მადლობა საფრანგეთს, იმიტომ რომ მოგცა საშუალება და ჩვენს მადლობა იმ ჩვენი ნიჭისთვის რომ ეს ავეწყეთ საფრანგეთს და ესე კი, ეს მეგობრობა ერთმანეთში კარგად იწყობა, კი. აი, ახლა უკვე ბავშვებსაც გადავიდეთ, იმიტომ რომ თქვენ ბოლო რამდენიმე წელია ძალიან საინტერესო ჩემპიონატში, რომელიც მონაკოში იმართება და ეს არის სამეფო დონის ჩემპიონატი მონაკოს. სამეფოში აძლევთ ქართველ ბავშვებს საშუალებას იმისა, რომ აქ ჩამოვიდნენ, ითამაშონ და ხშირად მოიგონ კიდეც. ქართველი ბარბაროსები, ასე ქვიათ ამ ძვირფას ბავშვებს. ქართველი ბარბაროსები, ეს სიტყვა ბარბაროსები ცოტა ცოტა შემაშფოთებელი სიტყვაა. შემაშფოთებელი ქართულად, მაგრამ ისე ჰუმანური უფრო რაღაცა კეთილშობილური ფორმით არის. პირველ რიგში მადლობა მარიკა შენ, ვინაიდან მახსოვს რომ პირველი შენ იყავი ინს ტელევიზიაში. თქვენი პირველი წარმატება ხო, მომიწვიე იმედის არხზე, ჩვენი გაცნობა იქიდან დაიწყო, მე ახლა ესე ძალიან საკმაოდ ესე სპონტანურად მოხდა. მადლობა პირველ რიგში შენ. ნუ ეს პროექტი რა თქმა უნდა 4 წელს უკან დაიბადა ჩემში. მინდოდა რომ რაღაც წარმატება ჩემთვის ადამიანი წარმატებული რაღაც სასარგებლობა რომ მოგაქ სხვისთვის. ამას წინებზეც ტელევიზორშიც უსმენდი რომ მე გოგი ჩაიშვილია თუ ავსვდები ესეთი ადამიანი ვინც თქვა რაღაც ისტორია მოყვადა მამა შვილი და მამა ლაპარაკობდნენ და მამამ უთხრა შვილს რომ აი წარმატებული როცა იქნებიო ნიჭიერ ადამიანებსო ხელს დაეხმარები რომ უფრო განვითარდნენ დათო გოგი ჩაიშვილი იქნება კი გოგი ჩაიშვილი კი და ჩემშიც იყო ყოველთვის რაღაც ხელი შეწყობა დახმარება და ეს იდეა რომ დაიბადა ესეთ უნიკალურია ეს საბავშვო უნიკალური მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება უკვე მე-14 წელია პრინცი მონაკოს პრინცესა შარლინისა და პრინცი ალბერტის პატრონაჟით, სადაც მონაწილეობას იღებს 25 ქვეყანა. ბოდიში ერთი წამი ეს უნდა გავასწოროთ, თორე ხმა შეიძლება გავუწევთ. ჩემი გადმოსახედიდან ეს არის პრინცი და პრინცი. ხო, მონაკოს პრინცესას ფონდის მიერ დაფუძნებული ეს წმინდა დევოტას ტურნირი, წმინდა დევოტა მოგეხსენებათ ახლა წმინდა მონაკოს წმინდა ასეთის წმინდა ის არის რა, წმინდანია. ანუ და მონაკოს პრინცესას უშუალო პატრონაჟი არის ეს. მონაკოს პრინცესა შარლინის და პრინცის ალბერტის პატრონაჟით. მონაკოს პრინცესას ფონდიდან დაიწყო ეს ყველაფერი და მონაკოს რაგბის ფედერაციიდან 13 წელი უკვე გრძელდება და იმდენად უკვე პოპულარული გახდა რომ ფაქტიურად რიგი უდგათ და ესენი მოწვევით ეპატიჟებიან ყველას ვერ შეუული ყველას უნდა, მაგრამ 24-25 ქვეყანა იღებენ მონაწილეობას. ეხლა ჩემი გადმოსახედიდან ვიწრო წრეში არის საქართველო. ამ ვიწრო წრეში არის ხვდა წილად, აი ჩემი კონტაქტებით, შრომით, მონდომებით, ენთუზიაზმით, мотивაციით, ამ ასე ვთქვათ, ინსპირაციით, რომ მინდოდა რომ სარგებლობა მომეტანა ქვეყნისთვის და მომავალი თაობისთვის, რომ რაღაც სასარგებლო ყოფილიყავი და რაღაც მაგალითი ყოფილიყავი სხვებისთვისაც. ეს ყოველთვის ჩემში იყო. ვინაიდან როგორც ქართველი ნაკრების წევრიც ღირსეულად წარმოვადგენდი ქვეყანას და ასე ვთქვათ, ქართველი დესპანი და ამბასადორი ვიყავი უცხო ქვეყანაში საქართველოსთვის. ხო და ნუ 4 წელს უკან გაჩნდა. ესე პირველი მოწვევა იყო და ფინალში ვითამაშეთ და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. მერე მეორედ მოგვიწვიეს როგორც ვიცე-ჩემპიონები, მე-5 ადგილზე გავედით და მერე მე-9-ზე და წელს მე-4-ჯერ უკვე პატარა ქართველი ბარბაროსები მივიღეთ მონაწილეობა და ნუ სამწუხაროდ ერთი წაგებით მომავალ ჩემპიონთან, ყველასთვის გასაკვირ სიურპრიზ სინგაპურთან
სინგაპური თამაშობს რა? სინგაპური მოულოდნელად ასე თქვა სიურპრიზი იყო, წელს მიიღეს მონაწილეობა და ჩვენ საფრთხოვნებული ვიყავით რომ სინგაპურს როგორ შეიძლება მოეგო ჩვენთვის. მაგრამ როგორც ირკვევა იმ სინგაპურიდანაც ისეთი გუნდი დაკომპლექტებული იყო ეს ანგლო-საქსონებით, ინგლიში, აფრიკელები, ვინაიდან ცოტა ესეთი ბიზნესურ კომერციული ადგილია სინგაპური და როგორც დუბაი და აბუ-დაბი ჩასულები არიან და საკმაოდ ესეთი ლაღი თამაშით 2-1 ლელუებით წავაგეთ, სინგაპური გახდა ჩემპიონი და ჩვენ მესამე ადგილისთვის მერე ვითამაშეთ მონპელიესთან საკმაოდ ძლიერ ვიცე-ჩემპიონთან წინაზე მოგებული ქონდათ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ანუ მეორე და მესამე ადგილზე გავედით, საკმაოდ ესე მოულოდნელი იყო ყველასთვის, ვინაიდან ფავორიტები, ვინც ჩვენ და სინგაპურს სოლის მოიგებდა, ესენი გახდებოდნენ ჩემპიონები. და გახდა ჩემპიონი სინგაპური. სინგაპური ჩემპიონი გახდა და ჩვენ კიდე მესამე ადგილზე აი უნიკალური გამოცდილება, უნიკალური შესაძლებლობები ეძლევა ამ ბავშვებს. ეს არის ერთი კონკრეტული გუნდი, რომელსაც ბარბაროსები ქვია, რომლებიც საქართველოში არიან და ჩამოდიან ხოლმე აქ ჩემპიონატზე. ეს არის პროექტი, ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენი გადმოსახედ, ეს არის პროექტი, რომელიც არა მარტო ქართულ რაგს და არა მარტო საბავშვო რაგს ხელს უწყობს განვითარებაში, ასევე ქვეყანას. ხმამაღლა შემილია თქვა, რომ ეს არის პლატფორმა აქ მონაწილეობის მიღება ამ ტურნირზე, როგორც დიპლომატიური, ისე კულტურული, ისე მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების. არის როგორც ეს ნაკრებია დაკომპლექტებული ბავშვების არჩევა ამ დღესდღეობით ხდებოდა ესეთი გუნდებიდან ვასახელებთ გუნდებს თავიდან დავიწყეთ 3 გუნდით მერე გავზარდეთ 4-ით მერე გვინდოდა რეგიონებში გაგვეტანა სვანეთი, ყაზბეგი, თელავი მიიღეს მონაწილეობა რა თქმა უნდა ბევრს უნდა ბევრი უბრალოდ მოთხოვნადი გავხდით ბევრს უნდა, მაგრამ სამწუხაროდ 12 ბავშვი იღებს მონაწილეობას. სამწუხაროდ და საბედნიეროდ. როგორც ჩემპიონთა ლიგის პრინციპია, რომ საუკეთესო გუნდი რაც მოდის ქვეყნიდან, მერე ის ხდება ჩემპიონთა ლიგაზე, იგივე პრინციპია, რომ საუკეთესო საქართველოსდან ხდება. ანუ ეხლა ვინაიდან ეხლა მეგობრები არა, მარტივად რომ დავიწყოთ, ეხლა მეგობრები, რა თქმა უნდა, ბევრი მყავს საქართველოში და ჩართულები არიან საბავშვო რაგში. და ერთ-ერთი ეხლა მოწინავე საბავშვო რაგში მოწინავე კლუბები სულ რამოდენიმეა 3 და 4-ია. და არ მინდოდა რომ სულ იმათ მიიღო მონაწილეობა და ასე გავაფართოვეთ. და ვასახელებდით, ვასახელებდით ისტორიიდან გამომდინარე. ყველას მიეცა შანსი. აი მაგალითად ელემენტარული რო გითხრათ, სოხუმის გუნდი, რომელიც ჩემთვის აღმოჩენა იყო და არ ვიცოდი თუ არსებობდა ეგეთი კლუბი, შარშან მე პირადად მივეცით შანსი, რომ ერთ-ერთი მოთამაშე ყოფილიყო წარდგენილი იმ კლუბიდან. როგორც მაგალითად ლელო იყო, იმიტომ რომ ისტორიულად დიდი კლუბია, აგერ ხვამლი, მერე ახლა რაშები, ერეკლე კამლაძე ჩემი მეგობარი, რომელმაც 0-დან დაიწყო და გუნდი ჩამოაყალიბა. ანუ ეს პატივს ვცემთ იმ გუნდებს, ვისაც წვლილი მიუძღვის ქართული რაგბის განვითარებაში. და ისტორია მოსდევს. და ისტორია მოსდევს, კი. თუ როგორც მცირე ისტორია, ასე დიდი ისტორია. ხო და წელს მაგალითად ქუთაისის აია სამწუხაროდ ვერ წამოვიდნენ სხვა გუნდებიდან წამოვიდნენ შარშან თელავი იყო სოხუმი ეს 2 წლის უკან მაგალითად შარშან და შანსანწილ რაშები და ესა რა ქვია იმას ხვამლი და ლელო არ იყო წამოსული ანუ მთელი საქართველო არის ედება კი ამ მარათონში მაგარი ძალიან დიდი მარიკა მინდა გითხრა ჩამოდიან როგორ გრძნობენ ხოლმე პირველ რიგში თავიანთ პატარა კოლეგებს რო ხდებიან აი სასწაულია პირველ რიგში სანამ აქ ჩამოვლენ ბარბაროსების ფილოსოფიიდან გამომდინარე ნუ არის რა ნაკრები ფაქტიურად ნაკრები დგება ყველას თავის წინდებს ატარებს თავისი კლუბის წინდებს მაგრამ გამოდიან ქართული დროშის და ქართული საქართველოს და საქართველოს სასახელოდ რა თქმა უნდა წარმოადგენენ თავის კლუბებს და წარმოადგენენ საქართველოს ჯერ იქიდანვე რო იწყება მომზადება ეს ბავშვები იმდენად ჩართულები არიან იმდენად დიდი პასუხისმგებლობა აქვს უკვე აღებული რომ იქიდანვე დაწყების საქართველოსთან ვარჯიშის პროცესში უკვე ფაქტიურად დღე და ღამე არ ძინავთ. ეხლა ერთ პატარა ელემენტარულ მაგალითს მოგიყვანთ, სამწუხაროდ ის ბავშვი დაშავდა წამოსვლის წინ, წამოსვლამდე უფრო სწორად, სვანეთიდან იყო ერთი ბავშვი დაძახებული და რაღაცა თიაქარის თუ რაღაცა ოპერაცია დაჭირდა. სასწრაფო ოპერაცია. და სულმა რომ დამირეკა ისეთი ბავშვი აი ღამეები არ ძინავსო, ისე ელოდებოდა, რომ იქნება როგორმეო აი შევცვალოთ სხვა ბავშვითოთ. კი მეთქი რა თქმა უნდა, ხა თქვენი კლუბი იყო არჩეული და სამწუხაროდ ეს ბავშვი ვერ მოდის და წამოვა თქვენი კლუბიდან. ანუ ამ ბავშვს იმდენად დიდი ემოცია ჰქონდა, რომ ანუ ფაქტიურად თითქოს პატარა მსოფლიო ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას 12 წლის. თან ახლა მისი სივრცისთვის ეს არის ყველაზე დიდი ასპარეზი. მოგზაურობა, დავიწყოთ ჯერ იქიდან, რომ ეს ბავშვები საქართველოში ქართველები კი არიან, მაგრამ ბევრი ერთმანეთს არ იცნობს.
ერთმანეთს ხვდებიან. ჯერ ერთმანეთს მეგობრებიან. მე აქ ჩამოდიან. ერთმანეთს უზიარებენ ამ თავის მეგობრობას. მე ჩამოდიან მოგზაურობენ ერთად. ყველას კარგად მოგეხსენებათ რომ მოგზაურობა რამდენი რა ისტორიებს ქმნის, მეგობრობას, ის თავგადასავლებს ჩამოდიან მე ცოტა არ ვიყოთ ესე უანგაროთ, ანუ ყველაფერს თავის თავზე იღებს. მე ვიღებდი ერთი პერიოდი, რაგბის კავშირი იღებდა, მადლობა მინდა გადაუხადო ამჯერად დავით კაჭარავას, რომელიც გაიგო თუ არა ეგრევე ჩაერთო და დაგვაფინანსა. მადლობა მინდა გადაუხადო ერთ-ერთ ბიზნესმენს ევროპაში მოღვაწე ხუჩა მაკაცარიას, რომელმაც მონაკოში რაც კი რამე საჭირო იყო, იქ დამატებითი კვება რაღაცები თავის თავზე აიღო. რაც მეტი მეცენატი გამოჩნდა. რა თქმა უნდა, რაც მეტი მეცენატი, აბა ქართველი ხალხი, ნიჭიერი ხალხი ვართ და ხელშეწყობა არის საჭირო. ხელშეწყობა, ეს მიმედია რომ ეს ყველაფერი მაგალითები იქნება იმისთვის, როგორც ჩემი მხრიდან არიან სხვადასხვა წარმატებული რაგბში წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც უნდა აკეთებდნენ ამ საქმეს და იყვნენ მაგალითები. იმიტომ რომ წარმატება მარტო ის ხო არ არის რომ მე ჩემი მივახციე და სხვას არ მინდა რაღაც. უნდა მივცეთ ამ ახალგაზრდებს ღირსეული ახალგაზრდობა თუ ვინ აღზარდოთ და ჯანმრთელი და ასე ვთქვი გავაძლიეროთ ქვეყანა. აი ესეთ ღონისძიებებში უნდა იყოს ჩვენი ჩართულობა. აი ამ ბავშვიდან რამდენი ვარსკვლავი შეიძლება დაიბადოს? დიდ რაგბში. მარიკა პირველ რიგში მოდი ესეთი რაღაცა. ვარსკვლავი შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ ადამიანი რო გამოვა ეგ დარწმუნებულია. ეს გარანტირებულია, იმიტომ რომ ეს უდიდეს საქმეა. იმიტომ რომ მეგონია რომ ვარსკვლავიც გამოვა, ასეთი გამოცდილება, იმიტომ რომ ჩემთან ხა თავის ქებათ არ მინდა, მაგრამ ეს თავდაბლობად ჩემთან ერთად წრეში ისეთი ხალხის გარშემო ტრიალებს ეს ბავშვები, თუნდაც ის ხვამლის მწვრთნელები, რაშების მწვრთნელები, ლელოს მწვრთნელები, ვინც იყვნენ არჩეულები, ესე ყველანაირად თავისი ღირსებებით, იგივე მამაშვილური, იგივე როგორც მწვრთნელი, იგივე ადამიანური კუთხით ესე შემთხვევით არაფერი არ აგვირჩევია, არასდროს არავინ, არ ამირჩევია. და ის ადამიანები, ვინც კი რაღაც შეიძლება ჭtildeში არიან, ისეთივე ფასეულობები აქვთ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს ბავშვები, ამას ბიჭები, ამას რო ხედავენ, დარწმუნებული ვარ, რომ კაი ადამიანები გაიზრდებიან, კაი მოქალაქეებიდან. თუ ეხა 1-2 ვარსკვლავი გამოჩნდა და იტყვის, რომ მონაკოდან შანსი მოგვეცაო და ამან განავითარა ჩემი განვითარება, მაგას რა ჯობია. მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ 4 წელია 48 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. 48 ოჯახი გაბედნიერდა. 4 წლის უკან ის ბავშვები, ვინც იყვნენ ბიჭები, ვინც იყვნენ წამოსულები, ის ბიჭები დღემდე ერთმანეთში ურთიერთობენ, ჩემთან ურთიერთობენ და მათი მშობლები დღემდე იხსენებენ იმ დაუვიწყარ წუთებს და მომენტებს, რაც იმ ბავშვებმა გამოიარეს. ხო და დღემდე აგრძელებენ, ნუ ზოგი სწავლისგან შეიძლება, ზოგი რაღაც აგრძელებენ რაგბში და თუ დიდ კარიერას, როგორც ვთქვი, დიდ კარიერას შეიქმნიან, როგორც მე შევქმნი თუ როგორც ახლა წარმატებულმა რამოდენიმე წარმატებულმა ჩვენმა მორაგბეებმა ღმერთმა ხელი მოუმართოს უყოლას. ასევე მინდა ვიკითხო, სანამ ჩვენ გადაცემა დასრულდება, მოვასწრო ეს ერთი შეკითხვა, როგორც სოციალურ მედიაში ვხედავ თქვენი პოსტებით, ფოტოებით, ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა გაქვთ აი მონაკოს პრინცთან და პრინცესასთან, ვინც ამ პატრონაჟში არის, ამ შეჯიბრის. მათ როგორ დაინახეს აღიქვეს ქართული რაგბი, ამ ბავშვების გაცნობის, გამობრწყინების შემდეგ, შეიცვალა კიდევ უფრო მეტად წარმოდგენა და ამაღლდა. მოდი ასე ვთქვათ, რომ ქართველები უყვართ. ესე ხა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში ქართველები უყვართ ძალიან, მაგრამ აი ჩვენი განსხვავებულებით, ამ ჩვენი კულტურით და ამ ჩვენი რაღაც იდენტობით. რამოდენიმე ქართული რესტორანია და ჩემს გარშემო, ვინც მეგობრები ტრიალებენ, ყველას იზიდავს ეს ქართული კულტურა, გვინდა ქართული რესტორანი. მეუბნებიან ხოლმე ქართული რესტორანი რომელია უკეთესი. რა შეეხება პრინცს და პრინცესას, ნუ მხვდა წილად ვინაიდან მე ახლა მონაკოს რაგბში მოღვაწეობ, რამოდენიმე ღონისძიებებში მივიღე მონაწილეობა. და ეხლა რო ხედავენ ამ პატარა სახელმწიფოში ადამიანი, რომელიც რამოდენიმე ადგილას ჩდები, დაიმახსოვრეს. მე ნუ გაიგეს რომ ქართველი ვიყავი. მე გაიგეს რომ ეს პროექტი ბარბაროსების პროექტი, ჩემი პროექტი იყო, ჩვენი პროექტი იყო, ქართული პროექტი, ქართველი ბავშვები ესე ლაღათრო თამაშობენ. ეხლა წეღანაც რო ვახსენეთ, ბარბაროსები შეიძლება ესე გრუბად ჟღერს ქართულად, მაგრამ ევროპული სტანდარტებით ბარბარიანსები სასიამოვნოდ ჟღერს. და ეს უფრო რაღაც ერთფერს აძლევს ამ ტურნირს. პირველზე გავედით, მე მეხუთე, მე ეს ჩვენი დამოკიდებულება, მე მოქცევა, მე ეს და საკმაოდ დიდი ყურადღებით, დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით და პირიქით ხელს გვიწყობს იმით, რომ ნუ მაგრამ მეოთხეთ ხვდებით უკვე ამ ტურნირზე, დარწმუნებული ვარ უფრო გაგრძელდება და ამიტომ რომ ესეთი ფართო მასშტაბიანი, ეს არ მოიცავს მარტო ერთ კლუბს.
იმიტომ რომ რამოდენიმე კლუბიდან არიან არჩეულები და რამოდენიმე კლუბს ეძლევა საშუალება რომ თავისი საუკეთესო მოთამაშე წარადგინოს. ეს ხო რამდენად დიდი, ასე ვთქვათ, რამდენად დიდი სიამოვნებაა, რომ რომელიღაცა კლუბმა იქ ხვამლი იქნება, რაშები იქნება, ლელო იქნება თუ ყაზბეგი იქნება თუ ქუთაისის აია იქნება თუ სვანეთის გუნდი იქნება, თქვას რომ ამ ჩვენ ავღზარდეთ ბავშვი, რომელმაც წარმოაჩინა როგორც კლუბი, ისე საქართველოს და წარმატებულად მიიღეს მონაწილეობა. მერე იყო ესეთი ლაპარაკი, რომ ხა ბავშვები მოგება, წაგება. ბავშვები თავიდანვე უნდა შეეჩვიონ, როგორც წაგება და მოგება ძმები არიან. თულ სიტუაციაში მიიღონ მონაწილეობა, ასევე კომპეტენციურ ესეთი რაღაც პერფორმანსი დაანახონ თავის თანატოლებს, დამეგობრდნენ და ესეთი ქართულობის ერთხმულოვანი პატრიოტიზმი იქნება თუ ეს მოგების მენტალიტეტი ბავშვობიდან შეეჩვიონ და არ იყვნენ ეს დამცირებულები, რომ აი დიდობაში რომ გავიზდებით და აფრიკას და ზელანდიას და ინგლისს რომ ვეთამაშებით, კომპლექსი ბავშვებიდან მოხსნილი ქონდეთ. კიდე ეს ძალიან, ეხლა ეს ბავშვები 12 წლის ბავშვები, შარშან მაგალითად ზელანდიელებს რომ მოუგეთ, ერთ-ერთი კლუბი იყო, ამ ზელანდიელებმა თანატოლებმა ჰაკა ესეთი მისალმება, ზელანდიური მისალმება რომ გააკეთეს, მე მომდიოდა ცრემლები, იმიტომ რომ ჩემ კარიერაში მე ზელანდიელებთან არ მქონია იმის საშუალება რომ მეთამაშა და ამ ბავშვებს მიეცა იმის საშუალება რომ დაუდგენ თავის თანატოლებს და ეს რიტუალი, ასე ვთქვათ, ისტორიული რიტუალი ჰაკა მისალმება დაინახონ და თვალთვალში გაუსწორონ და დარწმუნებული ვარ რომ ამ 12 წლიანებით ესე რომ ეს ევროპულ დონეზე და მსოფლიო სტანდარტებში რომ განვითარდება ბავშვი, ის კომპლექსები მე 18-20 წლის უკვე მოხსნილი ექნება. ასე რომ უდიდესი საქმეა და ჩართულებს ვიზახი ხოლმე რომ სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს ეს პროექტი ასული და ავაკიდევაც. კიდევ მეტი ყურადღების მიქცევაც ძალიან კარგი იქნებოდა და ვაჟღერებს მაგრამ აქციებს ჩვენი ესა უკვე პრეზიდენტი და აქციებდნენ, მაგრამ უფრო დიდ ფართო მასშტაბიანი უნდა იყოს. ძალიან კარგი იქნება. ბოლო შეკითხვა. გადავთვალე ხა და 97 წლიდან მომავალ წელს გახდება 30 წელი რაც აქ. 30 წელი. გამოვიდა ის ყველაფერი რაც თავიდან ქონდათ ჩაფიქრებული და წარმოდგენილი და თან ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია რომ არ მოწყდით სპორტს და აი ზუსტად პროფესიული ხაზით მიდიხართ და ქვეყანასაც ემსახურებით და მე მგონი გამოვიდა კი, ვიტყვი რომ გამოვიდა ვინაიდან არ მეგონა თუ ჩამოვიდოდი და 30 წელი გავჩერდებოდი უცხო ქვეყანაში. გამომივიდა ერთი მხრივ, იმიტომ რომ მიზანი და ოცნება მქონდა დასახული 90-იან წლები და მოყოლებული დიდი რეგბი უნდა მეთამაშა, ის გამომივიდა. ეხა რამდენად მაღალი დონის და ვარსკვლავური დონის რეგბი ვითამაშე, ეს ისევ ჩემი ბრალია, ვინაიდან ცოტა ესეთი გართობასთან და სპორტთან ერთად ვიყავი დაკავშირებული, მაგრამ ერთი რითაც ვამაყობდა, რაც გამომივიდა, ეს ხანგრძლივობა და ამ ჩემი გამოცდილებით, ჩემი შეცდომებით და ამ ჩემი გავლილი გზით მომეცა საშუალება სხვების სიტუაციები გამეუმჯობესებინა. ხო, ესაა. სხვა ბიჭები ჩამომეყვანა, მაგალითი ყოფილიყავი მათთვის და ასე ვთქვათ, მიმეცა ფართო მასშტაბით შემეხედა და თუნდაც გორგოძე იყო პირველი მაგალითად, რომელმაც ჩემი ჩართულობით და ჩემი ასე ვთქვათ მონდომებით მონპელიეში დაიმკვიდრა ადგილი და ნუ ყველა ვიცით რაც გახდა. და მე იყო კიდე სხვა არ მინდა ჩამოვთვალო. ესე მეგობრული ჯაჭვი ყოველთვის გადაება და ქართველებს ეს გვახასიათებს რომ მორაგბეები ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებოდით. და კი გამოვიდა ასე ვთქვათ, ხა პირადული შეიძლება არ გამომივიდა ჯერჯერობით, მაგრამ ესე ვთქვათ სპორტული კარიერული და სპორტული საქვეყნო ეროვნული ხო? კი, ეროვნული მინდა ვთქვა რომ გამომივიდა. კი და ასე ვთქვათ ფრანგულიც გამომივიდა, იმიტომ რომ შეიძლება აქ უფრო საფრანგეთში უფრო მიცნობა ვიდრე საქართველოში. აი ახლა უკვე საქართველოშიც გაცილებით მეტი მიცნობთ, იმიტომ რომ რადიო იმედის ეთერში ხო გადაიცემა ეს ჩვენი გადაცემა და ასევე ატვირთულია რადიო იმედის სოციალურ გვერდზე, YouTube-ზე, Facebook-ზე და ყველა პლატფორმაზე. მაგას რა ჯობია. მოკლედ აი ასე კიდევ ერთხელ ვეცადეთ რომ ამ ფორმატში მადლობა პირველ რიგში, მადლობა შენ. მაგრაქველიძე ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა შენ და წარმატებები ასევე და ყველა წარმატებების უყოლას და გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს ფრანგული რივიერიდან გაუმარჯოს საქართველოს. მოგითხრა ყველას. დღეს აქედან გემშვიდობებით ერთ კვირაში სხვა თემით, სხვა სტუმრით, რა თქმა უნდა შევხვდებით ჩვენი გადაცემის დროში მოგზაურობის ფორმატში. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.